სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ეს ჩვენ წავიკითხეთ გაგრძელება წინაკვირის სახარებისა. შეგახსენებთ წინაკვირას ჩვენ წავიკითხეთ, გავიხსენეთ სასწაული უფლის მიერ აღსრულებული. თუ როგორ დააპურა მან 5000 ადამიანი თვინიერ დედებისა და ყრმებისა 5 პურით და 2 თევზით. და ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ გარდა სხვა მრავალი სწავლებისა, რომელსაც ის იგავი შეიცავს თავის თავში, ამ იგავით ამ საქციელით მაცხოვარს უნდა ესწავლებინა ჩვენთვის, რომ იგი არის ყოველივე შემოქმედი ღმერთი, რომ იგი არის იგივე ღმერთი, რომელიც ებრაელებს 40 წლის განმავლობაში უდაბნოში ზრდიდა ზეციური პურით. დღევანდელი სახარებაც გაგრძელება არის იგივე სწავლებისა. დღევანდელი საქციელითაც მაცხოვარი ამ სასწაულის აღსრულებით იგივეს გვეუბნება, რომ იგი არის შემოქმედი მიწისაც, ცისაც, წყლისაც და ქვეყანისაც. რომ იგი არ ემორჩილება იმ კანონებს, რომელი კანონებიც არის დაწესებული ქმნული სამყაროსთვის. რატომ აკეთებს ამას მაცხოვარი? რა თქმა უნდა, რეხელობა იქნება, რომ ადამიანმა იფიქროს, რომ ამას მაცხოვარი მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ თავისი ძალა დაგვანახოს, თავისი უპირატესობა დაგვანახოს. ეს ამპარტავან ადამიანს სჩვევია. ეს უფლის წესი არ არის. უფალი დამბლდავდა ჩვენთვის ციდან მიწამდე. ამიტომ ეს მისი წესი არ არის. აქედან გამომდინარე, ამ საქციელში უფლიცა ჩვენ უნდა ვეძებოთ ჩვენთვის სასარგებლო რამ. ის რაც ჩვენ აგვაძლიერებს უფლისგან მიმავალ გზაში. მართლაც თუ ადამიანს არ დაავიწყდება ის, რომ იესო ქრისტე არის ცისა და ქვეყანის შემოქმედი, ხილულისა და უხილავის ყოველივე შემოქმედი ღმერთი, ის ღმერთი, რომელიც ამბობდა, რომ იქმნეს ნათელი და იქმნა ნათელი, ის ღმერთი, რომელიც ამბობდა, რომ გაიყოს ხედაღამე შეიქმნას და ასე შემდეგ, აღარ გავაგრძელებ ხა დიდხანს, რომ გამოგვივიდეს საუბარი. თუ ეს ემახსოვრება ადამიანს, მაშინ მისთვის არც ერთი მისი მცნების შესრულება რთული არ იქნება. ჩვენთვის რატომ არის ქრისტეს მცნებების შესრულება რთული და სამწუხაროდ რიგ შემთხვევაში წარმოუდგენელიც კი? იმიტომ რომ ჩვენ ეჭვი გვეპარება ჩვენი მცირედ მორწმუნეობის გამო, რომ იგი არის ქვეყნიერების შემოქმედი ღმერთი, რომ იგი არის ერთადერთი კანონი, რომელიც კი არსებობს ამ ქვეყანაზე და სხვა კანონი არ არსებობს. ჩვენ ვისაუბრეთ, წავიკითხეთ, გახსოვთ ნიკოლოზ სერბის ღვთის კანონის შესახებ, სადაც ნიკოლოზ სერბი თავისი ჩვეული სიტყვის ხელოვნებით ძალიან კარგად გვიხსნის, რომ არაცეთი კანონი დედამიწაზე ბუნების არ არსებობს. ყოველივე შექმნილია ღვთისა და ერთადერთი კანონის მომცემი ის არის. ეს რომ გახსოვს ადამიანს უკვე გავმეორდები, დაუბრუნდები რის თქმაც მინდოდა, აღარ უნდა იყოს რთული შენთვის მისი მცნებების შესრულება. ნახეთ, როდის აღასრულებს უფალი მეორე სასწაულს, ჯერ 5000 ადამიანი დააპურა 5 პურითა და 2 თევზით და ეს გააკეთა მოციქულებისავე ხელით. მათვე დაარიგებინა, რომ მათ რაიმე ეჭვი არ შეპაროდათ. მათვე ათქმევინა, რომ აი სულ ეს აგვაქვს 5 პური და 2 თევზი, ამას როგორ ვამყოფინებთ ამდენ 1000 ადამიანს. აკურთხა უფალმა მისცა მათ და მათ მიცეს ერთს, ანუ მათი ხელით შეასრულა ეს ყველაფერი. ამას სხვა მნიშვნელობაც აქვს და შეიძლება ამას სხვა დროს დაუბრუნდეთ, მაგრამ ეხლა ეს მონაკვეთი მინდა გამოვყო. მათ რომ ეჭვი არ შეპაროდათ, მათ დაანახა ეს ყველაფერი და სწორედ ამის შემდგომ აღასრულებს ამ სასწაულს. რომ მათთან მიდის წყალზე ფეხით სიარულით. შეეშინდებათ მოციქულებს, საოცარი რამე არისო,
ვერ ხვდებიან ის არის თუ არ არის და ეუბნება მაცხოვარი ნუ გეშინიათ მე ვარ და პეტრე ეუბნება რომ თუ შენ ხარ უფალო მითხარი რომ მოვიდე შენთან წყალზე ეუბნება მოდი და პეტრე იწევს სვლას წყალზე ნახეთ პეტრეს ჯერა რომ უფალი არის ძეღვთისა ანუ ღმერთია ეუბნება მითხარი რომ მოვიდე და მე მოვალ ანუ მე დავარღვევ ამ კანონს როგორც შენ არღვევ შენი სიტყვით მეც ამ კანონს დავარღვევ და წყალი ვერ ჩამძირავს მე წყალში არ ჩაიჯდება ჩემი სხეული პეტრეს ახსოვს რომ ეს იგივე ქრისტეა რომელმაც 5000 ადამიანი არაფრიდან დააპურა ფაქტობრივად და იწყებს სვლას ზღვაზე მაგრამ როგორც კი დაინახავს აქეთ-იქით ქარს ტალღებს შეეშინდება და იწყებს დაძირვას დაავიწყდა მას დაავიწყდა და ამ ქარმა ამ ტალღებმა ამ ყველაფერმა დაავიწყა რომ ქრისტე მისი მოძღვარი არის ყოვლის შემძლე და იმიტომ დაიწყო ჩაძირვა ეს მოგდის თითოეულ ჩვენთაგანს თითოეული ჩვენთაგანი როდესაც პირველად მოვდივართ ეკლესიაში დამერწმუნეთ და დაფიქრდით და გულწრფელად უპასუხეთ თქვენ თავს თუ ესე არა ვართ რომ აი როგორც პეტრე რომ მითხარი უფალო და მოვდივარ შენთან წყალზე კი არა ყველაფერზე გავივლი ისე მინდა რომ ეკლესიაში ვიყო ისე მინდა რომ ვილოცო ისე მინდა რომ მოძღვარს დაუჯერო ისე მინდა რომ ღვთისმცნება შევასრულო აი ყველაფერზე მწამსვლელი ვარ მარხვა რასო კიდე უფრო მკაცრი მარხვა გინდა ეუბნები მოძღვარს უფრო მეტად ხო არის წყალი და პურზე ხო ბევრი მეტანია ხო არ გავაკეთო ყველა გიყვარს ყველას ეფერები ყველას პატიო ახალი მოსული რო ხარ იმიტომ რომ აი სულიწმინდა მაშინ გაძლებს აი ამ შეგრძნებას შინაგან რწმენას მაგრამ მერე გადის დრო და პეტრესავით ჩვენც უკვე შევხედავთ რომ ესე აღარ ყოფილა ახლა მთლად აგვავიწყდება ეს ყველაფერი და მერე უკვე აღარავინ აღარ გვიყვარს საკუთარი თავის მეტი მერე უკვე გვეზარება ლოცვა მერე უკვე გვეზარება მარხვა მერე უკვე ჩვენთვის ძალიან ძნელი შესასრულებელი ხდება ღვთისმცნებები ძალიან ძნელი განსაკუთრებით სიმდაბლის დამარხვა ძალიან ყველას და ყველაფერს ვებრძვით ჩვენთვის ძალიან უსხო ხდება სიტყვა შემინდე ოღონდ არა გამოთქმა ამ სიტყვის ამას ისე ხშირად ხმარობთ რომ მეტი არ შეიძლება ოღონდ ძირითადად ისეთ ადამიანებთან ვისაც არაფერი ჩვენთვის არ უწყენინებია ესეც იმიტომ ვაკეთებთ რომ დავანახოთ როგორი ქრისტიანები ვართ რომ აი შენდობას ვითხოვთ ყოველთვის მაგრამ სადაც ნამდვილად შენდობაა სათხოვნი იქ არასდროს შენდობას არ ვითხოვთ იმიტომ რომ წარმოუდგენელი გვეჩვენება აი გვეჩვენება რომ აი ამის გადალახვა ეს ნუ აი ჩვენ შიგნითაა თუ არ განვიკითხეთ ხანდახან ვიღაცა გვეგონება რომ ავფეთქდებით ეს ყველაფერი აი სწორედ ეს ქარია ეს ტალღებია რაც პეტრემ დაინახა და სწორედ ესე ვიწყებთ ჩვენც ჩაძირვას როგორც პეტრემ დაიწყო ჩაძირვა არაერთხელ მithქვია და გავმეორდები პეტრე განსხვავებით ჩვენგან ყოველთვის ფეხზე დგებოდა ყოველთვის თავის თავში ძალას პოულობდა რომ უფალო შემიწყალე ეთქვა აი უბედურება აქამდე თითქმის ყველა ერთნაირად მოვდივართ ხო თითქმის ყველა ერთნაირად ადამიანი აი ჩაძირვამდე ყველა ერთნაირად მიდის მაგრამ იქიდან ამოვა თუ არა ადამიანი ეს უკვე მთლიანად მასზეა დამოკიდებული იტყვის თუ არა უფალო შემიწყალე უფალო მიხსენი ეს მთლიანად ადამიანზეა დამოკიდებული ძირითადად სიმართლე ვთქვათ ძირითადად ადამიანთა უმრავლესობა ჩაძირვის დროს ისევ ქრისტეს აბრალებს ყველაფერს და იძახის რომ თუ მითხარი რომ მოვსულიყავი ბარემ მოგიყვანე ბოლომდე ან იძახის რომ არა ეს ესე უნდა იყოს რა ვქნა ეხა ვიძირები და მიყვება ბოლომდე მაგრამ ასეთი არ არის ქრისტიანი კაცი წესით ასეთი არ არის პეტრე იმ წუთას იაზრებს თავის სისუსტეს ეუბნება უფალო მიხსენი და იქვია უფალი ხელს მოკიდებს ამოიყვანს და ეუბნება თავარ სწავლებას რის გამო ვეცემით ყოველთვის სოდვაში რატომ შეორგულდი მცირედ მორწმუნეო რატომ შეგეპარა ეჭვი რომ მე ვარ ყოველივე შემოქმედი ღმერთი
აი ეს ეჭვი გვანადგურებს თითოეულ ჩვენთაგან ქრისტესკენ მიმავალ გზაზე. ნახეთ, პეტრე მიდიოდა ქრისტესკენ. უბრალოდ ზღვაზე ვივლიო კი ამბობს პეტრე. ყორო თქვია პეტრეს რომ უფალო მიბრძანე და მე ზღვაზე ვივლი. არა, უთხრა მიბრძანე რომ მოვიდე შენთან. აი ამ ზღვაზე პეტრე ხო მიდის, როგორც კი მას შეეპარება ეჭვი, იმ წუთას იწყებს ჩაძირვას. ამით რის თქმა მინდა, ჩვენც ესე ვართ. ჩვენ თუ გვემახსოვრება რომ უფალი არის ყოვლის შემძლე, ყოვლის შემოქმედი, რომ მის გარეშე არაფერი არ არსებობს ამ ზედამიწაზე. ეს ახლა მეცნიერები იკვლევენ მზე ამოდის, ჩადის, როგორ ჩადის, სად მიდის, ყველაფერი, მაგრამ არაფერი ეს არ იმოძრავებს თუ ღმერთი არ არის. თუ ღმერთის ნება არ არის. არაფერი. ჩვენ ხო ვიცით რომ თეთრს ჩავაგდებ და ბუნებრივი კანონია იქ. რაც უნდა მოხდეს, ამოვა, ნაყოფს გამოიღებს და ასე შემდეგ. მაგრამ ესეც არ მოხდება თუ ღმერთი არ იქნებს. დღემდე ღმერთი აძლევს ყველაფერს სიცოცხლის უნარს და ეს ღმერთი არის იესო ქრისტე. ეს თუ გახსოვს ადამიანს, მაშინ ის რომ გეუბნება რომ მაგალითად თუ ერთ მარჯვენა ლოყაში შემოგარტყავენ, მარცხენა მიუშვირე, ჩვენთვის ეს ყველასთვის სხვა ლოგიკურია, ვერ ავხვდებით ამას ვერანაირად, ეს როგორ უნდა გააკეთოს ადამიანი. მაგრამ თუ შენ ნამდვილად გჯერა რომ ის არის შემოქმედი ღმერთი, შენთვის ეს ნამდვილად იოლად გასაგები გახდება, იმიტომ რომ ღმერთმა თქვა და ესე იგი ესეა, რა თუნდა ამას ახლა ბევრი ლაპარაკი. ისევე როგორც პეტრეს რო ქრისტე მითხრა და ახლა ავივლი, აბა რა იქნება, მე რო ტალღებია. ხო? ქრისტე რო გეუბნება რომ მოწყალე იყავი. და შენეშმაკი გეუბნება რომ კაცო ახლა შენ რო ეს მოწყალება გასცე, მე შენ რა დაგჭება, როგორ იქნები, რა საჭმევ შვილებს. ამაზრებით რო შემოდის, ეს არის ის ტალღები ზუსტად. თუ გემახსოვრება შენ რომ ყოვლის შემოქმედი ღმერთია. ის ღმერთია, რომელმაც ყველაფერი განაჩინა. ის ღმერთია, რომელიც ზეციდან პურს უწვიმებდა ებრაელებს. თუ ეს გაგახსენდება, იმ წუთასვე გასცენ დაუბრკოლებელად და გეჯერება რომ მე ღმერთი მომცემს კაცო. ყველაფრის შემოქმედი ღმერთია და ახლა. მაშინ აბა თუ ამის არ გჯერა, აბა ერთი წუთით დავფიქრდეთ. თუ ამის არ გჯერა და ხშირად არ გჯერა, მაშინ რა გამოდის ბიბლია? მაშინ ბიბლია გამოდის რაღაც ზღაპრული წიგნი, სადაც მოთხრობილია რაღაცა ზღაპრული საოცარი ამბების შესახებ. მაგრამ ესე ხო არა, ჩვენ ხო გჯერა რომ ეს არის საფრთხო წიგნი. თუ ამის გჯერა, ჩვენ ხო გჯერა რომ რაც იქ წერია ყველაფერი ნამდვილად აღსრულდა. თუ ამის გჯერა, მაშინ ყველა მცნება თამამად შევასრულოთ. რატომ? იმიტომ რომ ყოველივეს შემოქმედი ღმერთი ბრძანებს ასე. და ჩვენ რაც არ უნდა გვეჩვენებოდეს პეტრესავით რომ აი ეს ტალღა დიდია, ეს ხარი ძალიან ძლიერია. მან შექმნა ეს ყველაფერი, მან დაუშვა ეს ყველაფერი და რახან ის გეუბნება, ესე იგი ზუსტად ისე იქნება როგორც ის გეუბნება. აი ეს რომ გვახსოვდეს, გავმეორდები, ჩვენი ცხოვრება გაცილებით იოლი იქნება, მაგრამ ვაი რომ ეს არასდროს არ გვახსოვს. ძირითადად ჩვენ სულ როგორც პეტრე აქეთ-იქეთ ვიყურებით, აი ტალღა, აი საშიშროება, აბა ეს როგორ, აი გავიხსენოთ, ხო, აი მოძღვარს რო ველაპარაკებით ხოლმე. აი მამო ესე კი, მაგრამ აი რა ვქნა ესე იყო, ხო იცით, აი სხვანაირად არ გამოდიოდა, აი აქ სხვანაირად არ გამოვიდოდა. ო, ესეთი საუბრები ხო გვაქვს? აი მან ისე მითხრა და მე როგორ მომეთმინა. არა და ამ დროს ქრისტემ რამდენი რამე მოითმინა. და რა თქვა ბოლოს ჯვარზე? არ შეურაცხო მათ ეს წოდოთ. ამიტომ არ იციან რა სჩადია. ეს ხო ქრისტემ ცნება მოგცა ჩვენ რომ ესე უნდა მოიქცეთ. გულზე ხელი დავიდოთ, რომელ ჩვენთაგანს ესეთი რამე გაგვიკეთებია ცხოვრებაში. არასდროს. რატო? იმიტომ რომ წარმოუდგენლად გვეჩვენება ეს ზღვარი რო გადავლახოთ. წარმოუდგენლად გვეჩვენება ეს იმხელა ტალღაა ჩვენთვის რომ პირდაპირ გვძირავს. ვიხდით რატო? იმიტომ რომ არ გჯერა. აი რო გჯეროდეს ეს ყველაფერი ძალიან იოლი იქნებოდა. ერთმა შეგვაძლებინოს ისევე თავისი კაცმოყვარებით, ისევე თავისი მზრუნველობით ჩვენზე რომ სიცოცხლის ბოლო წუთს მაინც ღმერთს
შევღაღადოთ ისე როგორც პეტრემ შეღაღადა, რომ უფალო მიხსენ. და იქვე არის და გვიხსნის. ოღონდ ნუ დაველოდებით სიცოცხლის აღსასრულს, ამას დღენიადაგ უნდა ვცდილობდეთ და თუ ვეცდებით, მაშინ ღმერთი შეგვეწევა და ესე გავალთ ამ ქვეყნიდან, რომ მოგკიდებს ხელს თვითონუფალი, ამოგვიყვანს და თავისთან დაგვადგენს. ისე როგორც პეტრე დაადგინა ნავში. ხო? და ჩვენც ისევე ვცემთ მერე თაყვანს, როგორც მოციქულებმა სცეს თაყვანი და ვეთქვით, რომ ნამდვილად ჩვენ ხარ ძეღმრთისა ცხოველისა. ეს არის მთელი ადამიანის ცხოვრების ისტორია, რაც დღეს აი ამ პატარა მონაკვეთში მოვისმინეთ. ერთად მივდივართ აი ამ მორევში, ზღვაში, ხარში, უბედურებაში, ყველა მივდივართ ქრისტესკენ. ამ მიმავალ გზაზე ვიძირებით, ვიქცევით, ვიმტრევით, თავპირს ვიმტრევთ, ესე ვთქვათ, მაგრამ თუ ფოკუსი გასწორებული სწორად გვაქვს და იქითკენ მივდივართ და თუ სიმდაბლეს ვიპოვით ჩვენ თავში და ვიტყვით, რომ უფალ მიხსენმე, ვიხსნის აუცილებლად და აი მერე ვაღიარებთ ჭეშმარიტად მას და შევიყვარებთ ისე როგორც უნდა უყვარდეს წესით ადამიანს თავის შემოქმედი ღმერთი. ღმერთმა დაგლოცო და გაგვწევს.